სახელითა მამისა და დadzისა და დაწმინდისა სულისა და ჩვენთან არს ღმერთს. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწრო თქვენ და სულიად საქართველო. ამენ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო წაკითხული იქნა სახარება, რომელიც შეიძლება სახარება საერთოდ არ ქონდეს ადამიანს თავიდან ბოლომდე წაკითხული, მაგრამ ეს სიტყვები აბსოლუტურად ყველა მიცის. ოღონდ ყველა მიცის შენთან მიმართებაში და არასაკუთარი თავთან მიმართებაში. რა სიტყვები არის ეს, იცით? როგორც გინდა რომ სხვები გექცეოდნენ, შენც ისე უნდა მოექცე მათ. მე მინდა გითხრათ ასეთი რამ, რომ აი ძალიან ბნელო თავში რომ მიჩნდეს ადამიანი რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში, თუ მას გამოიყვანდა კაშკაშა შუქს შეახედო, მას ძალიან გაუჭირდება რომ კარგახანი თვალი გაახილოს. ძალიან დიდი დრო დასჭირდება რომ თვალი გაახილოს და შეეგუოს რაღაცა აი ამ სინათლეს, რომელთაც გადაჩვეულია მისი თვალი. სწორედ ამ მდგომარეობაში გახლავთ ხშირ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოება. რადგანაც მოვიდა შუქი, იყო რაღაცა დევნა გარკვეული ამ 70 წლიანი ათეისტური ხანისა მოკლედ და კომუნისტები და აბახელს ვიშვერთ ყველაფერს იმად ვაბრალებთ, მაგრამ ეხლა ხომ აღარ არის ეს დრო უკვე რამდენი წელიწადი გავიდა. და ყოველთვის მქონდა ეს შეკითხვა, რომ რატომ ეს დრო აღარ არის და რატომ საზოგადოებას რატომ უფრო მეტი არ ესმის. თუნდაც მე თვითონ საკუთარ თავში და უკმაყოფილებლობის გრძნობა მქონდა, რომ რაღაცა არ მისმოდა, რაღაცას ვერ ვიგებდი და ვერ ვიგებ დღესაც. თუნდაც ბიბლიის რაღაცა გარკვეულ ტექსტს, იმიტომ რომ ხომ არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იცოდეს. ეს გახლავთ სწორედ ამ შუქში გამოსვლის შემდგომ, რომ შენ თვალის გახელა გიჭირს, მაგრამ უნდა დადგეს, რომ შევეგუოთ უნდა ამ შუქს და ჩვენ უნდა მივაჩვიოთ ჩვენი თვალი ამ სინათლეს, სადაც დავინახავთ რეალობას და არა ჩვენს მიერ შეთხზულ რაღაცა რელიგიას და სახარებას, რომლის მიხედვითაც ცხოვრობთ ან ვაპირებთ ცხოვრებას, მომავალში ჩვენზე მორგებულად რომ იყოს ყველაფერი. ამიტომაც ეს სახარება, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, მინდა გითხრათ, რომ ერთი საუკეთესო დამადასტურებელი ნიშანია თითოეული ჩვენგანის ქრისტიანობისა და ჩვენი საზოგადოების ყოფობისა საერთოდ, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ჩვენ ასე ცხოვრობთ. ვიცით ეს ფორმული, მე არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ეს ფორმულირება არ იცოდეს, გაგონილი არ ქონდეს, რომ ისე უნდა მოეპყრა სხვა ადამიანს, როგორც შენ გინდა რომ გეპყრობოდე. ასე იწყება ეს დღევანდელი სახარება. აი მე რაც ეწერა, ყველაფერი ამის განმარტება არის. ყველაფერი ამ წინადადების განმარტება არის, შეიძლება ესე ითქვას, რაღაცა განვრცობილი სახით არის მე თქმული იესო ქრისტეს მიერ, რომ რა თუ მარტო ის ხალხი გიყვარს, ვისაც შენ უყვარხარ, ასე იქცევიან ცოდვილებიც. ასეთია მათი მდგომარეობა. და ჩვენ განამარტო ის, რომ სახარებისეულ შუქსზე გვიჭირს თვალის გასწორება და ჩვენეული რაღაცა შენატანები გვაქვს, არამედ სიტყვათა მნიშვნელობას კი კარგად არ გვესმის. რას გულისხმობ, იცით ამაში? სიტყვა სიყვარული შეიძლება დღევანდელ დღესაც კი არ არის, ხო? გათენებიდან დიდი ხანი გასული, ძალიან ბევრჯერ გამოიყენა ადამიანმა. და მაგალითისთვის რა, იცი რომ? მაგალითისთვის თქვა დილით, რომ იცნობდა, რომ უიმე მიყვარს და ეს პიჯაკი უნდა ჩავიცვალო, შეიძლება ესე. ეხლა მიყვარს და ამიტომ ესე ამ გზით წავალ, ამ გზით მიყვარს სიარული. მიყვარს რაღაცა საუზმეზე ამის ჭამა. მიყვარს რაღაცაზე ისეთ რამეზე იტყვის, რომ მიყვარს, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობას მინდა გითხრათ, რომ აი ცემს, აი ფეხებით ხელავს. და იცით რატომ? სიყვარული ერთადერთი გზნობა, რომელსაც შეუძლია მოიცვას მთელი შენი არსება. ხომართავით, ასეა. ეხლა გეკითხებით, რომ გიყვარს რაღაცა პიჯაკი დღესდღეობით რო ჩაიწერა, ასე თუ ეს პიჯაკი მიყვარს და ეს უნდა ჩავიცვალო, ამ პიჯაკით მოცულია მთელი შენი არსება? ასეთი სიყვარული გაქვს მიმართ. თავგანწირვა შეგიძლია მისთვის, რომ დაგჭირდეს, ესე იგი და დაუდგებით ყიას ამ პიჯაკის გამო, ეს ხო ისო იტყვირო ახლა თუ რა ბოდვა, მაშინ მოიტყვით რომ მიყვარს, მაშინ უნდა თქვა რომ მომწონს. რაღაცა შეიძლება მომწონდეს, რაღაცა შეიძლება კარგად მერგებოდეს ტანზე თუ ან საუზმეზე გემრიელად მივირთმევდე და ასე შემდგომ, მაგრამ
ნუაურევთ ამ ტერმინებს ერთმანეთში. ვიღაცამ შეიძლება თქვას, კარგი ხარ ამ მნიშვნელობა, მე ხო მესმის რასაც გულისხმობ. აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ სიტყვას რომელსაც ამბობ, ამ სიტყვას არ შეიძლება რომ რაღაცნაირად არანიჭებდა ისეთ მნიშვნელობას, რომელიც შენ ცხოვრებაში წინ უნდა გაგხვდეს. იმიტომ რომ ჩვენ ყოველ სიტყვაზე პასუხს ვაგებთ მის წინაშე. ვინც გიყვარს, მისით ხარ ავსებული, შენ აბსოლუტურად შენი პიროვნება მთლიანად არის ავსებული. სიყვარული მსხვერპლ შეწირვის გარეშე არ არსებობს. სიყვარული ცით რას ნიშნავს? როგორც კი იგრძნობს სიყვარულს, მაშინვე ამბობ ასეთ რამეს, რომ ეხლა მე უნდა დაუთმო ამ ადამიანს ადგილი. ჩემს საკუთარ თავში უნდა დაუთმო ადგილი, იმიტომ რომ თუ კი ჩემით არის ავსებული ჩემი თავი, მაშინ მე მხოლოდ საკუთარი თავი მიყვარს და ჩემი ყველა მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ ეგოისტურია. მაგრამ თუ მიყვარს სხვა ვინმე, სხვა ადამიანი, მაშინ ჩემი თავისთვის ძალიან პატარა ადგილიც კი აღარ მაქვს შენახული, იმიტომ რომ მისი ივსება მთელი ჩემი პიროვნება და როგორ ვუყურებ ამის შემდგომ ამ ადამიანს. დაველოდები ის როდის მომიხდის პირველად ბოდიშს, რაღაცა თუ თქვა შეგვეშალა ერთმანეთთან ურთიერთობაში. თუ იმას დაველოდები ის როდის მეტყვის პირველად გამარჯვებას. იქნებ იმას დაველოდო, რომ მან გამოიჩინოს თავმდაბლობა და მოვიდეს ჩემთან და მომიკითხოს. დაიწყებ ამაზე ლაპარაკს, იფიქრებ ამაზე საერთოდ. პირველი იქნები, რომელიც გავარდები, მოიკითხავ კიდეც, ბოდიში თუ იქნება, ბოდიშსაც ეთქვი და ასე შემდგომ. იმიტომ რომ მისით არის ავსებული შენი პიროვნება და შენი ეგოსთვის, რომ მე ამის დაკმაყოფილების საშუალებას არ აძლევ კი არა. არც კი მოგდის თავში მსგავსი ფიქრი, რომ ეხლა მე ჩემი ეგო დავაკმაყოფილო ამასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ის მიყვარს. ამიტომაც ასე უნდა განასხვავოთ თქვენ ერთმანეთისგან სიყვარული. მათ შორის დედამ-შვილის სიყვარულიც კი. რადგანაც ხშირად ეს შეცდომა მოზდით დედებს, გონიათ რომ უყვართ თავიანთი შვილები, მაგრამ მათში ეს ეგო უფრო მეტია ვიდრე შვილის სიყვარული. რა ადგილი გაქვს დათმობილი შენი შვილისთვის და რა ადგილი გაქვს დათმობილი შენი ეგოსთვის, სწორედ ასე უნდა გამოიწიო. სწორედ ასე უნდა გამოიკვლიო. რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი, იცით რომ თითქოს ამაზე უფრო დიდი სიყვარული არ არსებობს. მე არ მეგულება დედა, ჯანსაღი დედა, რომელიც თავისი შვილისთვის თავს არ გაწირავებს. მაგრამ მიუხედავად ამის ამ ურთიერთობებში ხშირად მაინც შეცდომების დაშვება ხდება. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ისე უნდა მოექცეთ სხვებს, როგორც თქვენ გინდათ რომ გექცეოდნენ, ეს სიტყვები, რომლებიც შეიძლება ფორმულირება ვიცოდეთ, ეს შუქია, რომელსაც ჩვენ თვალს ვერ მოსწორებთ, იმიტომ რომ ეს გჭირდება ხოლმე ამ სიტყვების გამოყენება ხშირად იქ, სადაც საკუთარ თავს კი არ მემართავთ ამით, სადაც სხვებს მოუწოდებთ ამისაკენ. და ანუ სხვას ვეუბნები რომ აი შენ გაგიხარდებოდა ეხლა მე რომ ასე მოგქცეოდი. ამხილებ ამ ადამიანს. ვეუბნები რომ აი ეხლა შენ როგორც მოიქეცი გაგიხარდებოდა მე რომ ასე მოგქცეოდი. ესე იგი ამ ფორმულირებას ხრის მიმართ იყენე და არა საკუთარი თავის მიმართ. ეხლა მე გეკითხებით თქვენ რაღაც შეცდომა რომ მოგივიდეთ. როგორ ფიქრობთ? მოსაწონი იქნება თქვენთვის რომ მოვიდნენ ადამიანები და გითხრა რომ აი შენ შეგეშალა, აი შენ ასეთი შეცდომა დაუშვი, აი შენ ასეთ პრობლემაში ხარ. გეგულებათ ასეთი ადამიანი რომელსაც ეს მოეწონება. რა თქმა უნდა არ მოეწონება. მაგრამ თუ გამონახავ ასეთ ენას ადამიანთან და იტყვი რომ იცი რა მე მესმის შენი რაღაცა თუ აუცილებლად სათქმელია ამ შეცდომაზე მისათითებელია უნდა უთხრა. იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ. არ ვარ ამ ყველაფრისაგან შორს. ეს ყველაფერი შეიძლება განმიცდია ფიზიკურად თუ არა, სულიერად მაინც განმიცდია. ნება არის თუ სხვა რამ, ნებისმიერი რამ ჩემში შემოსულა ისევე როგორც შენ ამას მიცემულ ხარ. ეს ყველაფერი ხო ამ ადამიანს კი არ ამხელს ესე რომ ეხლა შენ ასე საშინელი კაცი ხარ. არამედ ეუბნები რომ ნუ გეშინია, მეც მაქვს ეს პრობლემა. ამიტომ მოდი ერთად გადავლახოთ ეს ამბავი. ეს იმას ნიშნავს რომ სულ ცოტა თუ მთლიანად არ ხარ ავსებული ამ ადამიანის სიყვარულით, დასაწყისი მაინც არის ამ სიყვარულისა, რომ კი არ გაიმეტეს ადამიანი, დააშავა, მორჩა, არ შეიძლება უნდა მოიკვეთოს. რაღაც შეეშალა, ის ჩემს გვერდზე ვეღარ დადგება. ეხლა ეკითხებით მე თქვენ,
რომელნი ვარ აღდგომის ღირსი, რომელნი ვარ ზიარების ღირსი, მაგრამ ღმერთი იმიტომ კი არ გვაძლევს ამას, რომ ჩვენ ესე იგი რაღაცით დავიმსახურეთ ეს. იმიტომ რომ ღმერთი სწორედ ასე გვეპყრობა ჩვენ სიყვარულით. ჩვენი სიყვარულით არის ავსებული ღმერთი. მას ისე უყვარვართ, რომ ჯვარცმაც კი თავს იდვა, განკაცება თავს იდვა, ჯვარცმა ჯოჯოხეთში წასვლა თავს იდვა. ერთი მიზეზი იყო ამისა სიყვარული. თუ თქვენო ასე აკეთებთო, რომ ასესხებ მხოლოდ ისეთ ადამიანს, ვისგანაც უკან ელოდებით, ასე წარმართები იქცევით. თუ თქვენ გიყვართ მხოლოდ ისინი, ვისაც თქვენ უყვარხართ, ასე ცოდვილები იქცევით. თუ თქვენ მოწყალებას გასცემთ, საიდანაც რაღაცას უკან ელოდებით, რას გულისხმობ ამ უკან მოლოდინში, იცი რომ ან საზოგადოებრივ თანამედროვე ასე ვთქვი, საზოგადოებრივი პიარისთვის მჭირდება ეს და ან კიდე ვიღაცის დასანახად, ან კიდე უფრო მეცაც გეტყვით, ამდახან ადამიანი თავის დასამშვიდებლადაც აკეთებს ამას. იცით რას აკეთებს? რომ რაღაცა თანხა შეიძლება გადადოს და იქ შუქნიშანთან იქნება დავხვედრილი მთხოვნელი თუ რა მნიშვნელობა ესე ჩამოარიგებ და ამითი დაგმაყობდება. თითქოს რა გონია, იცით რომ ეს რომ გასცა და ჩამოარიგა, მორჩა საკმარისია მან თავისი ვალი აღასრულა კაცობრიობის წინაშე. მეტი აღარაფერი აღარ არის საჭირო. ამიტომაც ესეც შეცდომა, ასეც არ უნდა იქნება, რომ მე თუ მოწყალებას გავცემ, ამიტომ რაღაცა მათს დავიმსახურებ. იცოდეთ რომ ეს ვაჭრობა არის ღმერთთან პირდაპირ მნიშვნელობა. ღმერთს ევაჭრები რა და ესე უნები რომ მე ხო მაგერ მოწყალება გავეცი კაცო და შენ ახლა აბა როგორ უნდა აგრძელდეს ჩემი მომავალი ცხოვრება, როგორი უნდა იყოს. ამიტომაც ამ გამორჩენის გამო კი არ უნდა ხდებოდეს ეს. როდესაც შენს გულში მართლაც წვრილი ტკივილი შემოვა ვიღაცის გასაჭირს რომ დაინახავ და შეიძლება შენ თვითონ შეჭრილი დარჩე და ტანზე გაიხადო და მას დააწყო. შეიძლება მშიერი დარჩე და მას აჭამო. შეიძლება იატაკზე დაძინება მოგიწიოს და ისაცოლში დააწვიდო, იმიტომ რომ მას ასე უჭირს. იმიტომ რომ მას ერთი კაცის მონახულება, ერთი ადამიანთან დალაპარაკება შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს და შენ მიხვიდე და დაელაპარაკო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისეთი პრობლემით და დაავადებით არის ეს კაცი, რომ ადამიანის მიკარება არ შეიძლება. ოღონდ ეს იმიტომ კი არა, რომ ან ღმერთს ვევაჭრები და ან საზოგადოებას რომ მე ასეთი ვარ. არამედ გამომდინარე იქედან, რომ ჩემს გულში მწვავე ტკივილი ცეცხლივით ანთია, რომელიც მაჩვენებს მე რომ აი ახლა ამის გასაჭირს მე რაღაცით თუ არ დავეხმარე, რაღაცით თუ არ მივეცი, აი ბიძგი რომ შეიძლება კი ვერ გუშვებო, შეიძლება კი ვერ განკურნო, შეიძლება კი ვერ გავაწყო, არც მე არ მქონდეს შეიძლება ამის საშუალება, მაგრამ მან განიცადოს რომ მარტო არ არის და მისი ტკივილი სხვისთვის გასაგებია, ეს თუ შემიძლია, ეს არის მოწყალების სახეობა და არა ის რომ ამდენი იმას უნდა მეცემენ რა რაღაცა და ბევრი მყავს სარჩენი, ბევრი მყავს ესე იგი გასასტუმრებელი ჩემს ბიუჯეტში ზოგი ასე შედის, ზოგი ისე შედის და ამითი მგონია რომ მე მოვიხადე ვალი ჩემი კაცობრიობის წინაშეც და ღმერთის წინაშეც და ჩემი პირადად ესე იგი ამ გაჭირვებულების წინაშე ვინ ჩემს სიკვდილს გვიარებს. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ დავუბრუნდები პირველ წინადადებას, რომლის განმარტებაც არის ეს ყველაფერი, რასაც გელაპარაკებოდი. სხვებს უნდა მოიქცე ისე, როგორც გინდა რომ შენ გექცეოდნენ. და ამ ფორმულირების განმარტება არის მეთქი ეს სიტყვები, როცა გითხარით, როგორ გიყვარს ამის მიხედვით უნდა განსაზღვრო. მოწყალებას როგორ გასცემ, ამის მიხედვით უნდა განსაზღვრო. ადამიანებთან როგორ ურთიერთობ, ამის მიხედვით უნდა განსაზღვრო. იმიტომ რომ შენი წესები კი არ უნდა დაადგინო, საღვთო წესების მიმდევარი უნდა იყოს. იმიტომ რომ ქრისტე ასე ამბობს, ქრისტემ ასე მოგვიწოდა, ქრისტემ ასე გვასწავლა, მაგრამ თუ კი ვერ ვუსწორებ მე ქრისტეს მიერ სწავლებას, ანუ სახარებისეულ ტექსტს მე ვერ ვუსწორებ თვალს, როგორც სიბნელიდან გამოსული სინათლის დამნახავი, ამ შემთხვევაში უკვე ვიწყებ ჩემი წესების დადგინებას, რომ
ისე უნდა მომეცნენ, როგორც მე მოგცდა, ვიწყებ იქეთ ადამიანზე ამის დაბრუნებას. აი, შენ რატომ არ მოხვედი პირველი და რატომ არ მომიკითხე? შენ რატომ არ გამოხატე ყურადღება ჩემს მიმართ? პირველი შენ რატომ არ გააკეთე ეს? შენ რატომ არ დაიმდაბლე თავი, როდესაც ბოდიში იყო მოსახდელი? და ამას ყველაფერს ვეუბნები ადამიანს, რომლის წინაშეც ეს მე რომ გამეკეთებინა და რომ ყოფილიყავი ამის აღმსრულებელი, იქნებოდი სახარებისეული შუქით განათებული ადამიანი, რომელიც არა მარტო ჩემს სულს, არამედ თვით იმ ადამიანს გაანათებდა, ვისგანაც ვითხოვდნენ ახლა ამას. ასეთი გახლავთ დღევანდელი სახარება, ასეთი გახლავთ დღევანდელი ფორმულირება ამ სიტყვებისა შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობა ერთმანეთისაგან ითხოვს იმას, რასაც თვითონ არ ასრულებს. დღევანდელი საზოგადოების პრობლემა სწორედ ეს გახლავთ. გამოვდივართ და ვლანძღავთ ერთმანეთს. მაგალითისთვის ახალგაზრდებს ვლანძღავთ. ვამბობთ, რომ ისინი ცუდები არიან. მე შეკითხვა მაქვს, ეს ახალგაზრდები ვინ გაზარდა ხო არის? ვინც გაზარდა, მას არ მოვკითხავთ ამას? ჩვენ არ გავზარდეთ ეს ახალგაზრდები? გამოვდივართ და ვლანძღავთ მთავრობას. ეს მთავრობა ჩვენ არ ავირჩიეთ? ავირჩიეთ. ეხლა მთავრობა გამოდის და შეიძლება ჩვენ გავულანძღოს, რომ რაღაცას სწორად არ ვიქცევით. იმათაც ავიწყდებათ ეს და ეს რაღაცა ესეთი შეკრული ჯაჭვია თითქოს, რაღაცა შეკრული წრეა, რომელიც წრიდანაც გამოსვლას და გზას ვერ პოულობენ ადამიანები და ძალიან მარტივია აქედან გამოსასვლელი გზა, თუ კი იცი სახარებისეული სწავლება. რომ არა გაქვს უფლება, რომ სხვას მოსთხოვო, საკუთარი თავს უნდა მოსთხოვო. მთავრობა ხარ, საკუთარ თავს უნდა სთხოვდე. საზოგადოება ხარ, შენს საკუთარ თავს უნდა სთხოვდე პირველ რიგში. რაც შეიძლება ახალგაზრდებს, შეიძლება ისინი არ მისულან ჯერ აქ, მაგრამ მეტი რომ ჩაგვედო მას აღზრდაში შეიძლება მისულიყვნენ. მაგრამ მათ მომავალი წინა აქვს. ავაზაკი ჯვარზე ცხონდა. ამიტომაც ნურავი თუ გაიშვერს ხელს ნურავისკენ, რომ ეს იმის ბრალია. აი ეს იმან დააშავა. ცუდის და კარგის გარჩევა განა არ უნდა იცოდე. ცუდ საქციელს რომ ჩადის, ცუდს ცუდი უნდა დაარქვა და კარგს კარგი. მაგრამ მე ვლაპარაკობ მოთხოვნაზე, მე ვლაპარაკობ ამ ურთიერთობაზე, ამ ურთიერთდამოკიდებულებაზე, რომელმაც გახლეჩა ჩვენი ერი, განა 2-ად, 10-ად და 100-ად და ყველა თავისას უკაცრავად და მიერეკება და არავის არ უნდა სახარებისეული სინათლისათვის თვალის გასწორება, არავის არ სურს, რომ ამ სინათლის შუქზე განათებული გზითია. ღმერთო, დაგვეფარე, შეგვიწყალე და მოგვეცი ძალა, რომ ეს ყველაფერი გადაწყდეს. არა ისე, როგორც ვინმე პიროვნებას მოუნდება მთავრობაში თუ რაღაცა იმაში მყოფს, რა ქვია, სადღაცას შავ ბნელ კუთხეში მჯდარს, რომელიც გეგმებს წერს, როგორი უნდა იყოს მომავალი ამა თუ იმ ქვეყნისა. არამედ როგორც საფრთხო სინათლე ამას ვიკარნახებს და სახარებისეული სწავლება, ამ გზით რომ ატაროს ღმერთმა ჩვენი ერი, ამისთვის უნდა ვლოცულობდეთ და ამ ფორმულირებას კონკრეტულად უნდა თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს უყენებდეთ, რომ გადავრჩეთ და ღმერთმა შეგვიწყალოს. ამინ. დალოცვილი და გახარებული გახდეთ.